Tales and tasty არის, ხო? Tales and tasting. Tales and tasty? Tasting. Tales and tasting. გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვართ Tales and Tastings YouTube channel-ზე. ესე მოგვიწვიეს სტუმრად, რომელიც არის გათამაშება არის ხა, რაღაცა challenge-ივით არა და ეჯიბრება ორი ადამიანი ერთმანეთს ამის რაღაცა ჩამოკიდებაში და მე რაღაცა კითხვები იქნება უკიდეო და მე რაღაცა კიდე ტურნირებია და მე გაიმარჯვებო და ფინალშიო და $100,000 არის საპრიზო ფონდი. ეს რა თქმა უნდა ყვილია და რაღაცა არ ვიცი რამდენია საპრიზო ფონდი ამ თამაშს. ესე ხომ მოვიგებ ამ თამაშს. ხო და ესეთი გათამაშებები აქვს და რახან გიჩემროსის YouTube არხზე 53 ვიდეოდან 52-ში თვრალი ვარ. დამიწახეს რომ მოდიოდა ჩვენთანაც დალიეო რა. ნიკა არის, გავიცნოთ ნიკა გოგიჩაიშვილი. ეს უბრალოდ ნიკა გოგიჩაიშვილია, მეტი არაფერი. დავიწყოთ ახლა თამაში. პირველი თამაშის სახელი წამოაცვი მზეზე. ეს არის მზე არა და მეორე რო არის, პროსტა მზეს ვიზახი რა. ხო და მე და ნიკა შევეჯიბრებით და ეს არის რაღაცა ის არის მზეობა და ესე თუ ჩამოაცმევ აქ რაღაცას, ამას ესე რო ესე რო ჩამოაცმევ. მე აქეთ არა, იქით გადახვალ შენ თუ ჩამოაცმევ და მე დასვავს ეს. მე დავლიო. მოწვე აუ სომე დავლიო, ხო, დავლიო. არ გამოვტოვოთ სასმისი მეგობარო. რასაკეთე. დალიე, ყლებს კიდე. კიდე დალიე. დალიე. მიდი. მე დაგისხავ ნენა, მიდი. დაისხი და დალი. ო. დაისხი და დალიეზე არ არის ეს თამაში. დაისხი და დალიე, ღვინო ყანჩი გალიე. დაისხი და დალიე. დავიდა. პირველი რაუნდი მეგობრებო მოვიგე, მე მოვიგე. არა, აქ უნდა გავიაროთ ეს წესები. აბა გისმენ რა გისთან, იმიტომ რომ რა არის? თანაბარ მეორე ტურია. ეხა მეორე ტურია და blind tasting-ი გვაქვს, რაღაცა სასმელები არის, აქ არ ვიცი რა არის. და უნდა დავადეგუსტიროთ. ჯერ ნიკა დადეგუსტირებს. ზოროსენ იღაბირო ახაფარებული აქა. ესე. ანუ მეგორო ჯერ კარჩი ყველასა გასინჯავს ეს და მე რა უნდა გამოვისნო? თავიდან გასინჯავს ისევე. რას სვამ, ანუ უნდა ვთქვა რომ ვისკის სვამ. რა სახეობა სასმელია? ვისკია. რომელ ვისკის სვამ ეგონდა? ვისკია. არა, ბრენდით არა. ვისკია, არაყია, ტეკილა, ის არის, ეს არის. აბა, კი არ დათვრე გამოისანი ბიჭო. ამას ესე დავდებ მოდი რომ არა გვერიოს. არიცი? არ ვიცი. აუ რაღაც არა, არც მე არ მაქვს დალეული, უბრალოდ ვიცი რა. ის პონტის კრიმის სასმელი არის, აირიშ კრიმის. გემოცეგა აქ. დადე, გავეს უკვე არყისუნზე წამოვიდა. აჰა, არყისუნზე წამოვიდა, კი? ერთი წუთი. ძალიან ახლოს ხარ და მიშლი. ტუატყბილი. ხურელი იპოვე? როგორც მოვა. ნიკას დაინძრა. როგორ შეიძლება ყველას გამოვიცნო უიჭველი, აი, იმენა უიჭველი რა. ესა თუ ესა, აირჩიე თუცებ, აყურებელო. მარცხენა. ესა თუ ესა, რომ ესა ხო უიჭველი. ეს არის სამსოფტვარი ბეგესა. აი, საიდან ვიცი ეს სურნელი? ეხა უნდა გავიხსენო სად ვიყავი და მე ეხა მგონია სადღაც ზესტაფონის ძველი გზა რო იყო ხო? ზესტაფონი არა, ქუთაისი უფრო. ჭიათურა. არა, აი იქ რო გადახვალ ყავებზე რო გააჩერებ. ზესტაფონში ყავ ლავაცასთან. ესა ვიცი რა. აბსენტი არ გიქნებოდეთ ეხა ალბათ შევძლებთ, მაგრამ აი ნახოთ. კონსისტენცია როგორი იქნება. კონსისტენცია რა სიტყვის მნიშვნელობაც არის ის რა არის და ჯეი რა. როგორც გთხოვეთ თავიდან გინდა? ყველა მომენტ სად არის ეს? რა ყალეობა მოიგონა ვინ გავიგე. Excel-ი. ესე რანაირად უნდა მიხვდე რა მე. Excel-ი მეგობრებო,
არ ნეიტრალებს ფანტასტიკურად ყველა ამ სხვადასხვა გემოს. ოღონდ რიგითობა დავიცვათ, ეხლა არა. როგორც იყო ის. მაშინ აჰა. ხო, ანუ როგორც წინაზე. ნეტარ მნიშვნელობა აქვს მაინც. აუ, ერთი საათი არის ინჯავს. ტვირი მოტყანა, კაროჩი რა. აი, ეს არის ბრენდი. ბრენდი არა მზე. ფეილია. ფეილე არის. ხო, არა, უკან ბექად გასჯიგერ და მანიშნებს რომ ამას დავეჭიროთ თუ არა, ფეილია თუ არა რა. ანუ ის არის ფიქრობთ რომ მე თვითონ ვწყვეტ ამ ყველაფერს, არა. ბიჭო, ეს სხვა გემოზე არის ხო? ხო, სხვა სასმელია და სხვა გემოზე იქნება, არ სხვა სასმელი როგორ წინაზე რაც გავსინჯი მეორედ იმის გემო არა. დარწმუნებული გავყლევდი. ანუ 7 სასმელი გასინჯე თუ 6 სასმელი გასინჯე და დარწმუნებული ხარ რომ იგივე გემოზეა? არ არის იგივე გემოზე. იგივე გემოზეა. ბიჭო, არ არის ხო, მეორე. არ არის, ნუ არის კაც. არა, მე ხა გეტყვით. ეს არა არის. მეორე ჩემთვის არ მოუწოდია წინაზე ბატონ ჩაკოს. ეხა იცი ნახვი იგივე არის. იგივეა. თავიდან? არ არის ეხა ბიჭო. აი, ის ქრის ამბობდი ეხა მეორე. ის ქრის ამბობდი, ბიჭო. ეს სხვა მეორე ის მიეცი ვარდისფერი. უიჭრელი? კი, მეორე ვარდისფერი ქონდა. არა, აჰა, და მოდი ეხა. რა ვიცი, მაო, ეს იყო მეორე და ეგ იყო მესამე. ხარით რომ აირიშ კრემის მსგავსი რაღაც, ხო, მიდი. მაგრამ რადგან ვარდისფერი არის, ეს არის ტეკილა როზეს ლიქიორი. ეს მართალია მეგობრებო. ეს არის ეს. ამასთან რაღაცეები სხვა სასმელები არის, ჩემთან რაღაცეები სხვა სასმელია. მაქსიმუმ 2 ან 3 სასმელი იყოს ერთი და იგივე. დანარჩენი სასმელი განსხვავებულია რა. შენ მაყურებელს რამდენიც გინდა უკვე აუხსენი რომ აქ რაღაცეები ესე ხდება, ფაქტია და დაინახა ეს ყველა, რომ შენ მატყუებ. ახლა უკაც ატყუები. მოდი, აჰა. ხო. ამასთან თამაში არ შეიძლება. დაფიქრდი მაინც ბიჭო, მე ვარ იუთუბერი თითქმის 10000 გამომწერი ყავს. შენ არ ახავს. მე უფრო ძლიერი ვარ ვიდრე შენ. ხო, ნუ ეს არ იყო. აი, მომიწევს ესე იგი, რომ ეს ჩემი ტაქტიკა რაც მქონდა შერჩეული, ეგ დავიკიდო და აი, ვითომ პირველად ვსინჯავ, იმიტომ რომ არა ტაქტიკა აიჩია თავიდანვე. ამას არ მოეკითხება არაფერი. ეს რა მეგობარო? კუკურეია. აი, ამას ვისკის ვიტყვი რა, არ არის, მაგრამ არ არის. ეს არის ვისკი? ხო. არ არის, მაგრამ მართალია? მაგას ვიტყვი. არა. აუ, ბიჭო, მე სხვანაირად გავცვალე ეს და რატო? ბიჭო, ანუ სხვანაირად გათვალე არა, დათველი. გათხრობაზე არ არის, ეხლა რა თქმა უნდა, რო არ დავთვერი. შეიშრობს ესა კაცო, არ გინდა, შეიშრობს. შენ ვერ დაიმახსოვრე რომ ის პირველი და მეორე რომელი მომოწოდე ჩვენ შორის ვინ არის მთვალი შეჩე. ეს ეხლა ამას აქ ანისი რა. ეს იყო მეოთხე, ხა მოდი ტვინი რო არ. ეს იყო ბოლო. ხო და ეს იყო მეოთხე. მეოთხე როგორ იყო? შუ 6 გავსინჯე. ხო და არა, ეს იყო მეოთხე, რომ შენ ხო გაატრაკე რომ ეს მეოთხე იყო და ეს არის მეოთხე. გამომართვი რაც არის მეოთხე. მაგრამ დათრა. ამასაც ვისკის ვიტყვე. ვისკია? გრუსი. ვინაიდან გამომდინარე რომ მე ამ blind tasting-ში ძალიან ნავარჯიშები ვარ და კარგი ვარ. აქედან გამომდინარე სამ სასმელს მხოლოდ არომატით გამოვიცნობ და სამ სასმელს დავაგემოვნებ და ისე გამოვიცნობ. იმიტომ რომ რაღაცეები შეიძლება ეხა აქ 1-2 სასმელი ამერია, ეგ არ აუშავს. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ნიკამაც აქამდე 3-4 შოტი ვისკი დალია, ეგეც რა თქმა უნდა მოქმედებს რეცეპტორებზე და გონებაზე, იმიტომ რომ ნიკა მომიში თურალია უდაოდ. აქედან გამომდინარე მე სამ სასმელს მხოლოდ არომატით გამოვიცნობ და სამ სასმელს აი, სამი გამოვიცანი არომატი. სამ სასმელს დავაგემოვნებ და ისე გამოვიცნობ. ამაზეც ვისკის ვიტყვი მე, მესამე ვისკი. ეგ ვისკი მე თუ არ გამისხით ეკა რა ყორდა ვისკი ბოდიში მეგობრებო ისე ვისკი არის ვისკია ეს ვისკია გაწიე ხელი 6 სასმელიდან გამოიცნო მხოლოდ 2 მოიცა ეს უკვე პუჩ ერთი დარჩა ხო ხალხო სამჯერ მომატყუა სხვა რიგითობით მომაწოდა ის სასმელები რომელიც მე დაალაგებული მქონდა იმ სქემაში რომელიც მე რა მნიშვნელობა აქვს მე ისე მქონდა მომატყუა შემიცვალა დრინკები და ისიც კი არ ახსოვს რამდენი დრინკი დავლიე ისე ვიგივე ეს მართლა ვისკი იყო სად არის და მართლა ვისკი იყო ვაჰალოზე ხო ვიძახდი ან ისის გემო ქონდათ ხო და რა ყო არ თქვი ვაჰალა შენ თქვი ვაჰალა არისო და მე არისო ჩავითვალეთ ეს არ დაულები ეს არ დაულები ეგ თავიდანვე გამოიცა არა მანახერცა აჰა
ხო გეუბნები არა ეს არ დაულები. ხო და არ დაულები. თუ არ დავლები როგორ გამოიცნო? დებილია მე. დებილი. მეტი რავხანა რა გინდა? ამერიკა მე სამესას სამსასმეს გამოვიწრო მარტო არომატითა მეთქი ძმაო. მარტო ეგ გთხოვე მე რომ შენ დაიმახსოვრე რიგითობა. ხო და არ ერთი სასმელი ამერია, ერთი სასმელი ერთი ამერია. არა, ყველა აგერია. ერთი ამერია ეხა ბიჭო. ტკბილია და ალისია, ვალჰალა იქ. ვალჰალა, ხო? ია, ეს ვალჰალა, მეგობრებო. ბექაბანიშნოს უნდა რომ ვალჰალა არის და 6-დან 3 გამოიწვია ნიკა. ხახნო, მოვიდა ჩემი ჯერი, კავჩე, ხო და როგორც დაგკვირდით, სანამ ამ პირობას ვიტყოდე, არხი გამოიწერეთ. Tales and Tastes არხი გამოიწერეთ. ხო, სწორად ავთქვი. მე ვიტყვი სწორად Tales and Tasting. ეგრე. Tales and Tasting-ის არხი თალესი გამოიწერეთ. არა პითაგორა. თალეს მაგარია. ნიკა, ახლოს ახალ ძალიან დაიხალ. მე თვითონ იმეთქუნება. მე რო ვიყავი ახლოს ხო გავაჯვი. ლიქიორია. მივიღოთ პასუხი. ვალჰალა არის. ვა. პირველი სხვათა შორის ის არის ტეკილა არის. ტეკილა. რაღაც აყლეობა ტეკილაა. დადი ხა? აი კიცოდი ავარჩე ხო ჩემე. მეც ხო უნდა გავიგო, მეც არ ვიცი რა გისხია. ბიჭო რატო აქ ესეთი ის არ ვქია? როგორი შეხო? როგორი? ორ მხრივი არ უმატებია. ოხი ამბივალენტური სასმელია ძალიან. ეს არის ტეკილა. ტეკილა. ხო. დალი. და გაგიმარჯოს კი ბატონო. ტეკილა არის? რა თქმა უნდა. მართლა? არ არის ტეკილა? ეს არის მარტოს ტეკილა ბიჭო. კი ბატონო. ხო? ეგ მარტოს ტეკილა. მართლა? ესტრეია. კუკურეია. ნაშე საქმე ბატონო შაკო. შენ ის აღარ გახსოვდა მე რამდენი სასმისი მომაწოდე და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ეს არის ვისკი. ეს არის ვისკი. ხო, წავაგე რაღაცა. რა თქმა უნდა. ეს ლიქიორია. აბას რო არა ეს თური მოიგო? მინიმუმად ნიკო! გადავდივართ მესამე ეტაპზე, აქამდე 2 ტური გათამაშდა. სულაც პირველი იყო ჩამოასვი მზეს. ხო, რაშიც მოვიგე. გაიმარჯვა ბატონმა შაკომ. კი ბატონო. და შემდეგ იყო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რა მხრივ, რომ Blind tasting იყო რა. ვის უფრო მეტად ესმის ალკოჰოლური სასმელი. ხო. ეხლა არის მესამე რა. რაღაცა კითხვებს დაგვისვავს ბექა, არ ვიცი რა კითხვებს დასვავს, აზზე არა ვარ, არ მაგრამ მნიშვნელობა. რაღაცა კითხვები იქნებაო, ხო და შემთთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ რომ მე ეს უკვე ყველა მწვრალია, არსებული ალკოჰოლი მაგარი გაყოლეთილი ხელმისაწვდომია. არის, იმენა ისეთი მწვრალი არის და არ ვიცი ამას რა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. ნამდვილად, მაგრამ რა ვიცი, ნახოთ რა კითხვებს დასვავს აბა. ოპა, ესტრელა, კუკურეია. რომელ ქვეყანაში გამიგოროს ვისკი? შოტლანდიაში. ანუ ეს თამაში ისე არ გამოვა. როგორ გამოვა აბა? რა შემდეგი რომელ სასმელს უწოდებენ თეთრ სიგარეტს? რა კითხვა გაიმეორე? ო, ბოდიში, ძალიან ბოდიში. თეთრ არ ვიმეორო კითხავს. სასმელს კონკრეტულად? ანუ მიუსში გადის? რა თქმა უნდა. ტეკილა. ბოლო ვერ გავიგე. რა, ბოთქოს გაგიმეორო. მე რა თორ გამიმეო? იმიტომ რომ დააჭერე სანამ დავამთავრებდი. ეგ ძმაო ეს ჩაწყობილი არის. შენ უზე ხარ და ეხა მე ვის რომელ სასმელს უწოდებენ თეთრ სიკვდილს? White death. აი უჩელი, მიდი, აბა მიდი. White death. ხო, მიდი. მე არ გამიგია. მე ამას მე გეგე ყლეზე კიდე შენ. არ გაქვს 0-0. 0 რამდენი სტანდარტული ჭიქა გამოდის ერთი ბოთლი ღვინიდან? რამდენი სტანდარტული ჭიქა გამოდის ერთი ბოთლი ღვინიდან? დაგინძრა. ხუთი არაჩი. მე რა 4 გამოვიყვანო. რა არის უმამი და რომელ ალკოჰოლურ სასმელს შეიცავს? საკეს. რა არის უმამი თქო? რა არის მამი? ეხა ესე ვქნათ, დაიცა. შემდეგ კითხვა ჯერ არ დასვა.
ეს ვიდეო რო დაიდება, ეს ერთი კულახ მამას ეკუთვნის. ქიშებროსის კომენტარი დაიწერება, საბა ჩვენი შეფი დაწერს კომენტარს. უმამი რა არის? არა, ერთი წუთი გაიწვი აქედან. ერთი წუთი მეთქი კაცო. დაწერს კომენტარს, უმამი რას ნიშნავს? საბა კომენტარებში დაწერე უმამი რას ნიშნავს. საბა კომენტარებში რო დაგვიწერო უმამი რას ნიშნავს და მეცვლება თუ არა ეს ხო, კომენტარი. ეგ არის. შემდეგ კითხვა დასვა. და ასევე უყური ამ ვიდეოს ბოლომდე ეცვლებოდა თუ არა შაკოს ის ყველა პროჭობა, რაც წინა ტურში გააკეთა. ჯარ მაგას მაგ. რომელი სასმელია მწვანე ფერის და ტრადიციული ის არომატით. აბსოლუტურად. რომელი ალკოჰოლური სასმელი შეიცავს ყველაზე მეტ ალკოჰოლს მოცულობის მიხედვით? შტროხი. არა. ის რაულას არაყი არ ითვლება, ხო? რომელი ქვეყნის მონარქმა აკრძალა ალკოჰოლი 1920-იან წლებში, მაგრამ პირადად დიდი მარაგი შეინახა? მიდი შენ ხარ. ამერიკის. რა შეჭი. არა. რომელი ალკოჰოლური სასმელი იწარმოება ყურძნის ნაცვლად ბრინჯისგან? საკე. არა, მე დავასწა. რომელ ქალაქში შეიქმნა პირველი კომერციული ლუდსახარში? კომერციული ლუდსახარში? ეს გამოიჩინოს მაგას. ქალაქში იმენა? იმენა ქალაქში. ბავარიაში. ბავარიაში. რატომ ასხამენ შამპანურს ცივ მდგომარეობაში და არა ოთახის ტემპერატურაზე? რატო შეკო? შენ არა ხარ შეჭი. და რატო ასხავენ შამპანურს ცივ მდგომარეობაში და არა ოთახის ტემპერატურაზე? ცივ მდგომარეობაში. სამნახევრით ორი იქნება. მიდი ხა მე. იმიტომ რომ არ უნდა წავაყვი. ეს სასმელი შეიცავს გაზს რა და ცხელ მდგომარეობაში თუ ჩამოასხავენ გახითქავს, ანუ ვერ შეინარჩუნებს მდგრადობას. ამიტომ ასხავენ ცივად რომ არ გახითქავს მოთხრას. რომელი ალკოჰოლი გამოიყოფა დუღილის პროცესში, მაგრამ სასმელში არ უნდა მოხდეს? რომელი ალკოჰოლი გამოიყოფა დუღილის პროცესში, მაგრამ სასმელში არ უნდა მოხდეს? არ ვიტყვი. ეთანოლი. არა. მეთანოლი არის? აი, არ ვიტყვი. რა არის Angel's Share ვისკის წარმოებაში? Angel's Share. ისა რა ქვია? ანგელოზის სტილს რო იძახი, ხო? მაგას გულისხმობ. ანუ ანგელოზის სტილი არის, სადაც მუქის კაში რო ვისკი ზოლდება, რაც სპირტით აურთქლდება, მაგას იძახიან ანგელოზის სტილს. შესიძინო. ერთი ესტრელა მეკუთვნის მგონი, ხო? 5-4 ვიგებ მე. 5-4 არა, 5-5-ია. რომელი ქვეყანა მოიხმარს ყველაზე მეტ ალკოჰოლს ერთსულ მოსახლეობაში? რუსეთი. ფინეთი. არა. არა. ორივეს დაგვიკვდა კულა. არა, მე არ დამაკლა, შენ დაგასვა. აუ, იმენა, 4-ით და ვინ? 5-5-ია. ვინ შეშენ? შვედი. ვინა? მოლდოვა. მოლდოვა? ჩემი დედას მიცოვალ, ძმაო. 100 ლარი რო ჩამირიცხოთ. კომენტარებში ო, დავდოთ. ის მეგობრებო, აქვე აღარ გამოიწერეს. არხი გამოიწერეთ, აუცილებლად. თალესენდ ტესტინგის აქ. თალეს და თალეს, ჩაბროს პითაგორა. გამოიწერეთ და პითაგორა. თუ მოგეწონათ ესეთი პროექტი, რასაც ახლა ვაკეთებთ, მე და ბატონი ნიკა, დაგვიწერეთ კომენტარებში და შემდეგში აქ საბა მოვა. სამბანები გახდით ეხლა თქვენ. და მე და ბატონი საბა დავჯდებით აქ და რაღაცებში ბატონი საბასი არ ვიცი და არც ბატონი შაკოსი, მაგრამ მე მენდეთ. რა ერქვა 1900? მშრალი კანონი. მე. მშრალი კანონი. მე. რომელ ქვეყანაში არის უკანონო ლუდის გაყიდვა 6%-ზე მეტი ალკოჰოლით სუპერმარკეტებში? შვედეთი. შუზე კიდე რა ქვეყანა ის? შვედეთია. აბა. შვეიცარია. შვედეთია. ბიჭო, მე მახსენდება გერმანიაში რო ლუდის ფესტივალი. სახელი ქვია იმენა? თქვი. ბირ ფესტივალი. არა, ნიკო შენჯერია? ეს არის ლუდის საერთაშორისო ოკტობერფესტი. აუ. 6-4-ია. და ის 4-იც ნაჩუქარი არის კიდე ნახევარი კულტურის სამსარი. და რა არის ახლა? რაღაც პრიზია ალბათ რა. ამ რამეს ვიგებ ამაში? აიჩი. აღიარე შაბო. აუ. ბიჭო, არაფერი არ X-ი წერია შეჩე. აუ, ამან მოიგო. ვაუ, მოიგო. აჰა, მოვიგე ხალხო, აჰა. ყოველად სპეციალური შეგარჩიე შენ, რომ ყოფილიყავი ჩემთვის ძლიერი მეტოქე, ყველანაირი კომპონენტში, მაგრამ დღეს ის დღე აღმოჩნდა, სადაც მასწავლებელი ჯობნის
მოსწავლეს. ნახონდეს მეგობრებო, ჩვენი ის დამთავრდა შეჯიბრიდა, სადაც მოიგო ნიკამ, დამსახურებლად მოიგო ნიკამ. შემდეგ შეჯიბრისიც შეხვდებით, იმიტომ რომ 10000 გამომწერი მყავს ბოლო. ცოტა არ არის. სადაც შესაძლოა რომ მე და შეფი ვიჯდეთ. რაც ბევრად უფრო საინტერესო იქნება, ეს იმიტომ რომ გამოვიცემ. შეფებს ბევრად კარგი ყნოსვა აქვთ, ვიდრე ბარმენებს. ჩვენო მაყურებელო, ჩვენო რა talent tasting-ის მაყურებელო და Kitchenbrosის მაყურებელო. მოდი შაკოს შევუქოთ თავისი talent pronunciation-ი ინგლისურში. ის არისო talent tasting-ი, ეს იყო Tales and Tasting-ი, სადაც დღეს მე და შაკო შევხვდით ერთმანეთს რამდენიმე წლის მეგობრობის და პროფესიული თანამშრომლობის შემდეგ იყო ჩვენი პირველი გადაკვეთა, სადაც კოლაბი ესე დაუპირისპირეთ ჩვენი სკილები ერთმანეთს და რა თქმა უნდა უძლიერესმა ხო, უძლიერესმა გაიმარჯვა, იმიტომ რომ ნიკას პირველი ნაბიჯი არის YouTube-ზე და გამოიწერეთ არხი აუცილებლად talent tasting-ის არხი გამოიწერეთ, უეჭველი პითაგორა და Kitchenbrosის არხის გამოიწერეთ, Kitchenbrosის მაყურებელო აღწერაში გამოიწერე ამათი არხი, ვაჩვენოთ ჩვენი community რას ნიშნავს. ეს იტასთან ვისწავლე, რომ იტამ თქვა ერთხელ ჩვენ ვიდეოში, რომ community-ო და community ბიჭო, community არის, მაგრამ არ. ხო და დაელოდეთ ჩემს კიდევ ერთ გამოჩენას ამ არხზე, ალბათ დიდი ალბათობით იქნება ეგ ამბავიც და ჩვენი Kitchenbrosის შეფის ალბათ Kitchenbros გამოიწერეთ არხი Kitchenbrosის არხი და ნახავდეს მეგობრებო, კარგად, ყველა კარგად მეყოლეთ. თქვენ შემოგულოთ, გაიხარეთ. ვა